უდაოდ ლამაზი და ამავდროულად შთამბეჭდავი სანახაობაა რა. წარმოიდგინეთ, ჯერ გრანდიოზულად ატარებთ ფესტივალს და შემდეგ ამას ძალიან ნანობთ. გაინტერესებთ რა მოხდა კლივლენდში 1986 წელს? ახლა მოგიყვებით. კლივლენდში გაერთიანებული გზების ორგანიზაციამ გადაწყვიტა მოეხსნა მსოფლიო რეკორდი ჰაერში გაშვებული ბუშტების რაოდენობით. ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ ცაში ერთდროულად 1,500,000 ჰელიუმით სავსე ბუშტის გაშვებას. ამის მისაღწევად კლივლენდის საჯარო მოედანზე ბუშტების მასიური გაშვება დაიგეგმა, რის გამოც საზოგადოებრივ მოედანზე აშენდა მართკუთხა ზომის სტრუქტურა, რომლის სიმაღლე 76 მეტრი, ხოლო სიგანე 46 მეტრი გახლდათ. ნაგებობა დაფარული იყო ნაქსოვი ბადით. მის ქვეშ კი 2500 მოხალისე შეყრებილი იყო. ყოველ ორ გაბერილ ბუშტზე მოხალისეები $1 და უფასო მაისურებს ღებულობდნენ. მათ მრავალი საათი დახარჯეს ბუშტების ჰელიუმით შევსებაში, რის შემდეგაც ბუშტების ჰაერში აფრენის დროც მოვიდა. 1986 წლის 27 სექტემბერს შაბათს 13 საათსა და 50 წუთზე კლივლენდის მოედნიდან დაახლოებით 1,500,000 ბუშტი ჰაერში გაუშვეს. ამ სანახაობას მოედანზე შეკრებილი 100,000-ზე მეტი გულშემატკივარი ადევნებდა თვალყურს. ღონისძიებას მედია აშუქებდა. შეკრებილები შთამბეჭდავი სანახაობის მოლოდინში იყვნენ, თუმცა სამწუხაროდ დაგეგმილი ღონისძიება არახელსაყრელი ამინდის გამო არ ჩატარდა ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. იმ დღეს მოსალოდნელი იყო ძლიერი ქარი და წვიმა, თუმცა ორგანიზატორებმა არ გადადეს ღონისძიება და წვიმის მოახლოებასთან ერთად ბუშტები დაგეგმილ დროზე ადრე გაუშვეს. როგორც წესი, ჰელიუმით სავსე ბუშტები საკმაოდ დიდხანს ჩერდება ჰაერში. იჩუტება და მხოლოდ ამის შემდეგ ეშვება დედამიწაზე. ამ შემთხვევაში კი ჰაერში გაშვებული ბუშტები მალევე აიტაცა ქარმა, რამაც ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია. გაბერილ ბუშტებს გრილი ჰაერი და წვიმა შეეჯახა, რამაც ისინი ჯერ კიდევ გაბერილ მდგომარეობაში მიწისკენ დაუშვა. წარმოიდგინეთ, ჰაერში გაშვებული 1,000,000-ზე მეტი ბუშტი დედამიწაზე დაეშვა. დაღმავალმა ბუშტებმა შეაფერხა მოძრაობა და პრობლემები შეუქმნა ახლო მდებარე აეროპორტს. ბევრი ბუშტი დაეშვა ერიის ტბაზე და წყლის სხვა ობიექტებზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ველურ ბუნებას. წყალში ჩავარდნილი ბუშტები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა წყლის ცხოველებს, მათ შორის ფრინველებს. რამდენიმე ადგილზე მოხდა ავარია, რადგან მძღოლებმა ფერადი ბუშტების მიღმა გზა ვერ დაინახეს. ასევე ჩამოფრენილმა ბუშტებმა შეაშფოთა იპოდრომზე მყოფი არაბული ცხენები, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს, რის შემდეგაც მეპატრონემ უჩივლა კლივლენდის გაერთიანებული გზების ორგანიზაციას და ზიანის ანაზღაურებისთვის $100,000 მოითხოვა. მისი მოთხოვნა სასამართლომ 1 წლის შემდეგ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი დავა ორგანიზატორებმა აეროპორტთანაც წააგეს, რადგან გაშვებული ბუშტების გამო მათ საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტა მოუწიათ. გარდა ამისა, მათ ათასობით სამართლებრივი დავების დაკმაყოფილება მოუხდათ, რამაც ორგანიზაციამ მილიონობით დოლარის ვალში გადააგდო. მართალია კლივლენდში ერთდროულად გაშვებული ბუშტების ყველაზე დიდი რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დამყარდა, თუმცა ზარალი, რაც ქალაქს მიადგა, აჭარბებდა რეკორდის დამყარებით გამოწვეულ სიხარულს. ბუშტების გაშვება დასრულდა ეკოლოგიური კატასტროფით. ნაგვის პრობლემა შეიქმნა ხმელეთზეც. დასუფთავების პროცესი ვრცელი და ძვირი იყო. ხმელეთიდან და წყლიდან ბუშტების გაწმენდას დიდი რესურსი და რამდენიმე დღე დასჭირდა. ასე იქცა ზღაპრული სანახაობა ეკოლოგიურ კატასტროფად. ბალონ ფესტ 86 ფართოდ გააკრიტიკეს გარემოსა და უსაფრთხოების საკითხებისადმი უყურადღებობის გამო. ეს ღონისძიება გახდა ბუშტების ფართომასშტაბიანი გაშვების არასასურველი შედეგების სიმბოლო. სამაგიეროდ გაერთიანებული გზების ორგანიზაციამ და კლივლენდის მცხოვრებლებმა კარგად დაიმახსოვრეს ბუნების ერთ-ერთი უნივერსალური გრავიტაციის კანონი. გვახსოვდეს, რასაც სამყაროში ვუშვებთ, უკანვე გვიბრუნდება.